მშვიდობისა მეგობრებო, დილა მშვიდობისა. დავიწყოთ დღევანდელი ცვლა. დავიწყოთ დღევანდელი მუშაობა. დღეს არის მე მგონი 4 შაბათი ზუსტად არც ვიცი ტრაილერზე ისე მალე გადის დრო რომ დღეებს ვეღარ სიმახსოვრებ ადამიანი უკვე. ეს არის 4 შაბათი 11 თებერვალი. დღეს გვაქვს დატვირთვა იტალიაში, რომელიც უნდა წავიღოთ ავსტრიაში. ხვალ გვაქვს დაცლა და შემიძლია თქვა, რომ თამამად ჩავალ ერთ დღეში. ესეთი დატვირთვა არის შედარებით სასიამოვნო. იმიტომ რომ როცა არ გაქვს ორი დატვირთვა, სამი დაცლა საწვალებელი არ არის და არ გიწევს ესე სწრაფად და მოჭიმული სიარული, რომ ჩაასწრებ თუ არ ჩაასწრებ. დღეს დავიტვირთებით აქ იტალიაში და ჩავალთ ზალცბურგში. ხვალ დილით უკვე წესით უნდა ვიყო იქ. წესით რა ყველა ვარიანტში ჩავალთ, თუ რამე გაუთვალისწინებელი არ მოხდა გზაში. ეს დღეები YouTube-ზე ვიდეო არ დამიდია. არასკევს რომ გავჩერდი პაუზაზე, დიდ პაუზაზე. საღამოს გადავწყვიტე რომ ჩამერთო კარგი ფილმი რა, მეთქი ჩაუჯდები, რაღაც დროს გავიყვანთქო და თავში რომ წამომიჭირა, ამტკივდა თავი. კაროჩე მეთქი წამალს დავლევთქო რა, ეხა თავის ტკივილები და რაღაცეები ხარა ვარ ესეთი ჭირიანი და არ ვიცი ხოლმე ესეთი რაღაცეები და იმედია დღეს მაინც მუშაობს დეკავე. ხო და წამალი დავლიე, მაგრამ არ მიშველა რა. დაახლოებით 1 საათში თავი წამომტკივდა, თვალებში დამიბნელდა. ისეთი ცუდად გავხდი. რა ვირუსი შემეყარა, საიდან არ ვიცი, მაგრამ 3 დღე ისე ვიყავი, რომ ფეხზე კი არა, თვალებსაც კი ვერ ვახელდი. არ ვიცი, ეხა თენგომაც დადო ვიდეო დაახლოებით 2 კვირის წინ. თენგოც ვერ იყო კარგად და ეთყობა, რომ რაღაცა საშინელი ვირუსები დადის ევროპაში. თუ კიდევ ვიღაც ჩინელს ღამურა ან ციყვი გაუფრინდა გალიიდან, იქ იმის დედას შევეცი. სასწრაფოს გამოძახება მინდოდა, მაგრამ რო წარმოვიდგინე, რომ ეხლა მოვიდოდნენ მე კლინიკაში და ეს ბოდიალი წინ დაუკან. ეგ ყველაფერი რო წარმოვიდგინე და ადგომის თავი რო არ მქონდა, გადავწყვიტე, რომ ისევ მეთქი წოლით გამოვალ და დღეს შედარებით ნორმალურად ავარ. მოკლედ აგერ 11 წუთი დაგვრჩა ისვლამდე. მოკლედ YouTube-ზე ვაპირებდი ვიდეოების დადებას ისეთ კომპანიებში, სადაც თქვენ ამყოფი ვარ. ან დაცლა მქონდა იქ, ან დატვირთვა მქონდა და სიტუაცია ჩემთვის იქნებოდა შედარებით ნაცნობი. უფრო გამიადვილდებოდა ვიდეოს გადაღება, მაგრამ სამწუხაროდ ჩვენი კომპანია არ დადის ესე ნაცნობ კომპანიებში. ეხლა დაახლოებით უკვე რაც YouTube არხი გავაკეთე, გავიდა 3 კვირა იქიდან. ამ 3 კვირის განმავლობაში არც ერთი შემთხვევა არ ყოფილა, რომ იგივე კომპანიაში მივსულიყავი. სულ სხვადასხვა კომპანიებში დავდივარ. დღესაც ეგეთი შემთხვევაა, რომ უცხო კომპანიაში მივდივარ ჩემთვის. და ჩემი აზრით ეს უფრო საინტერესო იქნება. ჩემთვისაც ახალი იქნება, მეც პირველად ვიქნები. და თქვენც გაჩვენებთ როგორ ხდება, როგორი ემოციები მაქვს, როგორ უნდა გაერკვე ძღოლი, როცა ისეთ კომპანიაში ხარ, სადაც ვერ ერკვევი, საერთოდ აზზე არ ხარ, რა უნდა გააკეთო, არც ენა არ იცი. მაგალითად ეხლა როგორიც იტალია, აქ არც რუსული არ ჭრის და არც ინგლისური. ნუ ეხლა მაგალითად გერმანიაში, საფრანგეთშიც არ აჭრის. გერმანიაში უფრო ჭრის რა, ჰოლანდიაშიც და ბელგიაშიც ინგლისური, მაგრამ ამ იტალიაში არ იციან ეხლა.
რა გინდა როქნა. ასე რომ საინტერესოა, როცა ენის პრობლემა როგორ ხდება სიტუაციის გარკვევა. ასე რომ დღეს ერთად განახებთ როგორ დავიტვირთებ. კიდე ერთი-ორი სიტყვა მინდა სიცოცხლის დაზღვევაზე ვთქვა. იმიტომ ხა ჩემ შემთხვევაში აქტუალურია ეს თემა. ეს დღეები ისეთ დღეში ვიყავი, რომ თავში მარტო ეგ აზრი მიტრიალებდა რა, მეთქი სასწრაფოს გამოძახება რომ დამჭირდეს. რა მეშველება თქო, ესეთი შემთხვევა არ მქონია ჯერ. როცა კომპანიაში დავიწყე მუშაობა აქ საბუთების გაფორმების დროს მომწეს ID ბარათი, სადაც წერია ჩემი სახელი, გვარი, პირადი ნომერი და რაღაც კოდები. ეს არის ევროპული დაზღვევა, რომელიც არის საერთაშორისო და მოქმედებს ევროპის ყველა ქვეყანაში. სადაც არ უნდა იმყოფებოდეს მძღოლი, მას შეუძლია მიიღოს უფასო სამედიცინო დახმარება. ნუ ამაში შედის თითქმის ყველაფერი, რა, თითქმის ყველაფერი. პლასტიკური ქირურგიის გარდა. იმიტომ რომ ეგ ხა სასწრაფო სამედიცინო საჭიროებად არ ითვლება ხა შენ როცა მაგალითად ცხვირის ოპერაცია გინდა და გინდა რომ გალამაზდე, მაგას არავინ არ დაგიფინანსებს, ეგ ლოგიკურიცაა. მაგრამ რაიმე პრობლემა თუ გაქვს რა, რაც მუშაობაში ხელს გიშლის, თუნდაც მანამდე არ გტკიოდა და მერე აქ გტკიოდა მანაწლავი მაგალითად ნაღველი ან რაღაც ეგეთი, მაგას მკურნალობენ. აი ჩემ შემთხვევაში, როგორც მე მჭირდა ახლა ვირუსი, ძალიან საშინელი ვირუსი იყო. წესით და კანონით ამ შემთხვევაში ადამიანმა უნდა გადაისხას. ან ანტიბიოტიკი მიიღოს, ან ყველა ვარიანტში ექიმის დახმარება სჭირდება რა. ამ შემთხვევაში აბსოლუტურად ანაზღაურებს ეს წყოლის სიცოცხლის დაზღვევა ამ ყველა ხარჯს. ასე რომ ეგეთ შემთხვევაში არ უნდა მოერიდოთ რა. უნდა დაურეკოთ თქვენს დისპეჩერს, რომ ესეა, საჭესთან არ უნდა დაჯდეთ, იმიტომ რომ პირველ რიგში თქვენ თავს უქმნით საფრთხეს და მერე სხვაებს. და წარმოიდგინე, რომ სიცხიანი მანქანას მართავ. გინდა სიცხიანს გიტარებია და გინდა ნასვამს, ხო? მე გამიმართლა უბრალოდ იმიტომ, რომ შაბათ-კვირა მომიწია და ახლა მქონდა იმის საშუალება, რომ დამესვენა მანქანაში. აი მოვედით გონი ჩემ კომპანიაში. ახლა როცა ესეთ კომპანიაში მოდიხარ და ტენტი ყავს, ტენტი არის რომელიც მე მყავს, გვერდები რო ეხსნება, მაგას ვეძახით ტენტს, პლანდენკას, რა ვიცი კიდე რას სახია. მე ბძღოლი ყოველთვის ფიქრობთ რა, ესეთ ახალ კომპანიაში რამპას მოგცემენ დასატვირთად, თუ გვერდების გახსნა მოგვიწევს. გვერდების გახსნა ხშირ შემთხვევაში არ არის ხოლმე სასიამოვნო, იმიტომ რომ გვერდის გახსნასთან ერთად გვიწევს მერე ხვედებით დაბმა ხშირ შემთხვევაში, რაც დიდ დროს და ძალის ხმევას მოითხოვს. როცა რამპას გვაძლევენ, პირდაპირ კარს გახსნი, მიაყენებ მანქანას და სანამ ისინი დათვირთავენ, მძღოლს გააქვს საშუალება, რომ დაისვენო, რაც გინდა გააკეთო, ან ყავას დალევან, საჭმელს შეჭამ. ასე რომ ბევრად სასიამოვნოა რამპაზე დათვირთვა და დაცვა. ეს კომპანია ახლა სად გავუჩერებ მანქანას და ხით ჩავალ. კარგი ის არის, რომ საპარკინგი ადგილია კომპანიას, რა დიდი სივრცეა, სადაც შეგიძლია გააჩერო მანქანა და თამამად მოძებნო. ხშირ შემთხვევაში ბევრი კომპანიებია ხოლმე ირგვლივ და რთულია რა გაარკვიო სად უნდა დარეგისტრირდე, იმიტომ რომ ზოგს კარგად არ აწერია, რომ აქ არის რეგისტრაცია მაგალითად, ხო, ეს გიწევს სიარული წინ და უკან და მაგისთვის გჭირდება, რომ რამოდენიმე წუთით შეგეძლოს
დააპარკინგო მანქანა თამამად, რომ ვიღაცას არ დაუშალოს სიტყვაზე რა. იგე. რომ ნახოთ. ეს უნდა იყოს წესი. Buongiorno. Buongiorno. I have loading here to Austria. Okay, parking, please. Parking, but where is parking? Parking in the company. Please, parking. Yes, my car is in parking. Go and park. Go entry and parking. On the left. Okay. 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 I need 5 minutes because my car is in street. Okay. Okay, no problem. Okay, thank you. Okay, grazie. კარი გამიხსნა. აქ და პარკინგი მარცხნივო. რა უცნაური კომპანია არის. ესე იგი, ტრაილერი ჯერ იქით უნდა გააჩეროს. არა, აქ უნდა მოსულიყავი უეჭვები და გამერეკა. წეან მოვედი ტრაილერით აქ და ვერ დავინახე ეგ ღილაკი. ასე რომ მეტი ყურადღება. წავედით მოვქოქო ჩვენი მანქანა. აბა, გამიხსენი ქალბატონო ისევ კარები. გამიხსენ გულის კარები. მეორეზე დავაპარკინგოთ. მარტოები ვართ. კარგია, იმიტომ რომ სავარაუდოდ მალე დავითვირთებით და მალე შევძლებთ რომ დავიძრათ დაცლის ადგილისკენ. ოფისი. ეს კამერით სამჯერ კი ჩამომوارდა და სამჯერ გადარჩა და მეოთხეთ რას იზავს. ესე ჩვენი დატვირთვა როგორია? დისპეჩერი მიგზავნის შეკვეთას WhatsApp-ზე. WhatsApp-ზე წერს სრულ ინფორმაციას დატვირთვა სად მაქვს, კოორდინატები, აგრეთვე დატვირთვის ნომერი, რას twirთავენ, რეფერენცი და დაცლის ადგილი. ასევე თავის თარიღები და საათები. Buongiorno. I have loading to Austria. To Austria? Yes, information. გვერდის გახსნა გვიწევს დღეს, მაგრამ არა უშავს, მე ვიყო კარგად. ჩვენი დატვირთვაც მიუახლოვდა დასასრულს. всё. ტენტიც დავკეტე ახლა. ყველაფერი დავამაგრე, შეგვიძლია უკვე პარკინგისკენ წავიდეთ და მანქანა დავაპარკინგოთ. შემდეგ წავალთ ოფისში, სადაც უკვე გველოდება ჩვენი გამზადებული საბუთები. ხელს მოვაწერთ და შეგვიძლია უკვე დავიძრათ დაცლის მიმართულებით. ცოტა დავიღალე, იმიტომ რომ ამ ვირუსმა ცოტა დიხანიაც შემირყია. წავედით ჩვენი პარკინგისკენ. პარკინგი. აკიდო. ოპენიტო. ერთი ჯადოსნური სიტყვა საკმარისია და ყველაფერი იხსნება შენ წინ.
Okay, so I need something, signatures, please. Here? Yes. Okay. Okay, here you are. Okay? Grazie. Bye-bye, you're welcome. Ciao. მოკლედ დღეს იმდენ დოკუმენტს მოვაწერე ხელი, რომ კრედიტს რო ვიღებდი საქართველოში, იქ არ მომიწერია ამდენი მგონი. რაღაც ძრავები ჩატვირთეს, რომელიც არის მტვერსასრუტის და სათამაშო რა. ბავშვების დიდი მანქანები როა, აი იმის ძრავები ჩატვირთეს და ეს უნდა წავიღოთ ახლა ჩვენ ავსტრიაში, ხვალამდე უნდა ჩავიტანოთ. მაქვს ორი დაცლა, ერთი მაქვს ავსტრიაში, კუფშტენში და მეორე მაქვს ეგეც ავსტრიაში კუფშტენში, ეღონდ ხომ ხარეს. всё, ეგა, შეგვიძლია დავიძრათ.